დღეს შემოგთავაზებთ აჭარული ხაჭაპურის მარტივ და საუკეთესო რეცეპტს. მოგესალმებით, დღეს გავაკეთებთ აჭარულ ხაჭაპურს, დავიწყებთ ომის მოზელვით და შემდეგ უკვე გადავინაცვლოთ ბუხართან და გამოცხობაზე და დაგემოვნება რა თქმა უნდა. გასწავლით მარტივ მეთოდს, როგორ მოამზადოთ სახში. დავიწყებთ ფქვილით, ფქვილი გვჭირდება 500 გრამი, თბილი წყალი, რომელიც არის გახსნილი საფუარი და შაქარი, ზეთი და მარილი. ჩავყრეთ ფქვილს. დავასხავთ თბილ წყალს და საფუარს. ასევე გავუკეთებთ მარილს და ზეთს. მიახლოებით 10-12 წუთის განმავლობაში უნდა ვზილოთ რა. ცომი მოიზილა, უკვე 10 წუთი არის გასული. შემიძლია გაჩვენოთ ცომი. ესეთი უნდა იყოს ელასტიური, არ უნდა იხეოდეს, ჯერ არ ამომფუებულა და უკვე ხედავთ როგორიც არის. ხამას ჩვენ სადაც 1 საათი გავაჩერებთ, მიახლოებით 2-3 ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს მასა, რომ უკვე გამოცხობისთვის მზად იყოს. უბრალოდ 1 საათი გავაჩერებთ და უკვე გადავინაცვლებთ ბუხართან და გამოვაცხობთ ხაჭაპურს. ცომი ამოვიდა, ამოვაგუნდავეთ. ეხლა დავიწყებთ უკვე ფორმის მიცემას. შეგიძლია მოიტანო და ახლდან აყურებინო. ესე იგი, ცომის გაყვანას ვიწყებთ შუიდან. კიდეები არ უნდა ჩავწიოთ. შემდეგ ვიწყებთ უკვე ესე კიდეების გაკეთებას. კარგად რომ გამოჩნდეს. თუმცა ადვილი იქნება სახლისთვის ზოგი თავისებურად აკეთებს, მაგრამ ესე ძალიან ადვილია. თანეთ დაფაზე, ის უკვე ღომელში შევუშვებთ. ესეთ მოვის ფორმაში ამოვიტანთ ყოლს. თუ ფორმა არ მოგწონთ, შეგიძლია ყოლის გამოტანის მერე როგორ ფორმასაც კიდე ისეს მისცემ. ეხლა ამ გამზადებას თავზე ოდნავ დავაყრეთ სულგუნს. შესაბრაწათიც უკვე ლამაზი არის, მე რო იბრაწება და ან ცოტა წელვადი იქნება. სანამ ჩვენი აჭარული შეიბრაწება, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი მეტი გემრიელობის სანახავად. მადლობა წინასწარ. ჩვენი აჭარული ზათ არის გამოცხვა. გამოვიღებთ. ეხლა აქ უნდა მოვათავსოთ კვერცხი. ვაში ჩავდებთ კარაქს. თუმის ხმა ხო გესმით? მოკლედ ესეთი გამოვიდა ჩვენი აჭარული. ეხლა დავაგემოვნებთ და განახებთ. ცომი, ეგან გამომჩა, ცომი აუცილებლად მაცივარში უნდა გაატაროთ, უფრო კარგი გამოვა რა, უფრო ხრაში უნდა იქნება და ასე შემდეგ. აი, ზეო. აქ დაგემოვნება უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა, ჩვენმა მშიერმა თანამშრომელმა შეგვიჭამა და ამერთხელ გვაპატიეთ.